მთელი სეზონის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და მევენახეებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოსავლის რეალიზაცია და ფასებია. მთავრობამ უკვე განსაზღვრა ის მექანიზმი, რომელიც ჭარბი მოსავლის შემთხვევაში ამოქმედება და ყურძნის შესყიდვა დიფერენცირებული ფასებით განხორციელდება. რას ითვალისწინებს ახალი მექანიზმი და როგორ შეხვდა სექტორი მთავრობის ინიციატივას, თემაზე ვრცლად სტუმართან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან ლევან მეხუზლასთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა კაცებმა სტუმრობისთვის. დღეს ამ სეზონზე ბიზნეს პარტნიორის ბოლო გადაცემა და ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ღვინოზე და რთველზე საუბრით ვასრულებთ დღევანდელ ეთერს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული ამ წელს ამ რთველთან მიმართებაში. თავდაპირველად მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ, რა შეთავაზებაზე და რა სიახლეზეა საუბარი და რაც გულისხმობს დიფერენცირებული მიდგომა ყურძნის შესყიდვისას. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით ჩვენ მაყურებელს და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და იმ პატივისთვის, რომ სწორედ ჩვენ გვერგო წლევანდელი სეზონის დახურვა, რა თქმა უნდა იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რასაც ქვია რთველი, რომელიც არა მარტო კახეთის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის ყოველწლიურად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენ წლევანდელი რთველის სქემა, ასე ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ მთავრობას მოუწევს ჩარევა, დავაანონსეთ ჯერ კიდევ მარტში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში უკვე მიღებული იყო შესაბამისი მთავრობის განკარგულება, რათა ფერმერს დაეჭირა თადარიგი და შესაბამისად მთელი წლის განმავლობაში ისე წარემართა სამუშაოები ვენახში, მათ შორის სხვა ფორმირება, მათ შორის თქვათ სასუქების შეტანა, ან არ შეტანა, შეწამლა და ასე შემდეგ, რომ შესაბამისი შედეგი დამდგარიყო რთველზე. ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ გარკვეული კორექტივები თქვათ შეტანილი იქნას ყურძნის და ვაზის მოვლაში. შეგახსენებთ უბრალოდ აი ამ სქემას, რაც ჯერ კიდევ ადრეულ გაზაფხულზე იქნა მიღებული. ფასი არის დამოკიდებული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ის ფასი, რაც სახელმწიფომ განსაზღვრა იმ შემთხვევაში თუ მოუწევს ჩართვა და თუ მოუწევს ყურძნის ჩაბარება, განსხვავებულია ფასი თეთრი ყურძნის და სხვა ყურძნების შემთხვევაში და ცალკე განსხვავებულია ფასი საფერავის შემთხვევაში. საფერავისთვის და ზოგადად ყურძნისთვის მინიმალური შაქრიანობა არის დაწესებული 17%, ხოლო თქვათ კაწითელი, კახური-მწვანე და ხიხვი და ასე შემდეგ სხვა ყურძნის ჯიშების შემთხვევაში არის საშუალო ხარისხის კორიდორი, ეს არის 17-დან 20-მდე და საფერავის შემთხვევაში ეს არის 17-დან 22-მდე. აქვე ვიტყვი, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია და განხილვა იმის, რომ საფერავის შემთხვევაში 1%-ით იქნას დაწეული 21-მდე, კერძოდ აი ეს მაღალხარისხიანი, ასე ვთქვათ, საფერავის ნიშნული, ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ მთელი ზაფხულის განმავლობაში გქონდა შეხვედრები მევენახეებთან კახეთის მასშტაბით, ჩვენი თანამშრომლები დაახლოებით 100-ზე მეტ სოფელში იყვნენ კახეთის მასშტაბით და შესაბამისად გარკვეული მოსაზრებები აი ამ საფერავთან მიმართებაში გამოითქვა, რაც შესაძლოა დიდი ალბათობით იქნას გათვალისწინებული და 1%-ით, ასე ვთქვათ, დაიწიოს მაღალი ხარისხის ყურძნის მაჩვენებელი. ფასებით სწორედ აი ამ შაქრიანობაზეა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ და აქ ნამდვილად არანაირ კომპრომისს არ დაუშვებთ და არ ცველოდებით. 17-ზე დაბალი ყურძენი ჩაბარდება ძალიან იაფად, ეგრეთ წოდებული უწამლის ფასში, ანუ 30 თეთრად, შესაბამისად ყველა ის ყურძენი, რაც არ გამოდგება ღვინისთვის, აი ამ კატეგორიაში იქცევა და ასევე 30 თეთრი იქნება ფასი. უკვე საშუალო თქვათ ხარისხის ყურძენი 90 თეთრია საფერავის შემთხვევაში, 80 თეთრი სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში და
მაღალი კატეგორიის ყურძენი ლარნახევარი საფერავის შემთხვევაში და ლარი და 30 სხვა ჯიშების შემთხვევაში. კი ბატონო, თვითონ სიტუაცია როგორი გვაქვს? რამდენად მზად არიან ფერმერები, მევენახეები ამ მრთველისთვის? რა ტენდენცია გვაქვს? რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ადრეა საუბარი, როცა აგვისტოს ბოლოს დაიწყება რეალურად ამ უკვე აქტიური პერიოდი, ხო, განსაკუთრებით სექტემბერშია ყველაზე მეტად აქტიური ეს პროცესი, კრეფის პროცესი. დღეს რა ტენდენცია ჩანს? როგორი ყურძენი გვექნება წელს? ხო, პირველი რაც მინდა ვთქვა, მოსავალი საკმაოდ უხვია ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს. წელსაც ალბათ დიდი ალბათობით ავწდებით 300,000 ტონას ჯამში მთლიანად მოსავლის რაოდენობით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უმეტესობა ეს ითვლება ჭარბმოსავლად? იცით როგორ გითხრათ, მე ვფიქრობ და ჩვენ ვფიქრობთ და სწორედ ეს სქემაც ერთ-ერთი მანიშნებელია ამის, რომ სიჭარბე გამოიხატება არა ვთქვათ ვენახების რაოდენობაში და შესაბამისად იმ პოტენციალში, რაც ამ ვენახებს აქვს, არამედ იმაში, რომ ზოგიერთი ვთქვათ ფერმერი გადაწყვეტს, რომ მოიყვანოს 25-30 ტონა ჰექტარზე და თან ამითი ამაყობს, რომ აი რა მაგარია, როგორ დაასხმევინა, ასე ვთქვათ ვას. აი ეს ქმნის პირველ რიგში ჭარბეს, პირველ რიგში იმას, რომ ყურძენი არ არის ხარისხიანი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მევენახე მიცის, რომ ერთვას აქ გარკვეული შესაძლებლობები ხარ, როგორც მე ვთქვათ 4 შვილის პატრონი ვუნაწილებ ჩემ შესაძლებლობებს ჩემ შვილებს და თუ ერთი ან ორი შვილი გეყოლება შედარებით ხო ნაკლებად მოგიწევს ამის განაწილება ზუსტად იგივეა ვაზი თუ ვაზ დაახლოებით 1 კილო ვთქვათ მაქსიმუმ კილო ნახევარი ყურძენი აქვს ერთ ძირზე ის არ არსებობს საქართველოში ისეთი ადგილი რომ აი ესეთი მოვლის პირობებში და ესეთი ყურძნის განაწილების პირობებში არ დააგროვოს 17 შაქრიანობა ყურძენმა. თუ არის რაღაცები და გვესმის ხანდახან ესეთი კომენტარები, რომ აი ჩვენთან 17 ან არასწორად უვლით იმ ადგილისთვის არაშესაფერისა თუ უვლით ვას. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. საქართველო არის უამრავი ნიადაგის ენციკლოპედია ამბობენ. ასევე მთაგორიანი ვთქვათ მთაგორიანობის გათვალისწინებით არის უამრავი მიკროკლიმატის ქვეყანა. შესაბამისად, იქ როგორც ყურძენს უვლით, თქვათ, წინანდალში არ ნიშნავს, რომ იგივენაირად უნდა მოუვაროთ იგივე ყვარელში, იგივე თქვათ ალაზნის ჭალებში, ხო? სრულიად განსხვავებული მიდგომები ჭირდება. შეიძლება რომ ეს მევენახეს არ ესმოდეს? ზოგადად გარკვეული თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომების ნაკლებობა და თანამედროვე ცოდნის ნაკლებობა შეიმჩნევა. კი, ესეც გარკვეული ისტორიული წინაპირობაა, როდესაც იყო გეგმიური ეკონომიკა და ხო, თუმცა ძალიან ბევრი წელი გავიდა, სწორედ ამას გულისხმობ გეგმიური ეკონომიკიდან და სწორედ ამიტომ ვლაპარაკობ, რომ რეალურად ეს ესეთი ელემენტარული საკითხებია, რომელზეც წესით მევენახეები, რომლებიც ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად საქმიანობენ თან მრავალი წლის განმავლობაში, ეს კარგად უნდა ესმოდნენ და იცოდნენ. და სწორედ ამიტომ ვიკითხე, რომ 300,000 ჭარბმოსავლად თუ მიიჩნევა ასეთ შემთხვევაში გამოსავალი რა არის თქო? ანუ სიჭარბე დამოკიდებულია ვთქვათ ბაზრის მოთხოვნებზე, რა თქმა უნდა და ჩვენ უკვე დავინახავთ რამდენად მოუწევს ვთქვათ სახელმწიფოს ჩარევა და აი გარკვეული რაოდენობის ყურძნის ამოღება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი დაკვირვებით და ჩვენი გამოცდილებით სიჭარბე დამოკიდებულია და გამოწვეულია არა იმდენად თქვათ ვენახების რაოდენობით, არამედ არასწორი მოვლით და ორიენტაციით რაოდენობაზე.
და არა ხარისხს. ხო, ეს შემთხვევა, როცა მხოლოდ სიჭარბე არ არის გარანტია იმისა, რომ რეალურად ხარისხიან მოსავალზე გვექნება ლაპარაკი, მაყურებლისთვის რომ კარგად იყოს ცხადი, რატომ არის პრობლემა სიჭარბეში? ვაზისა და ვენახის შემთხვევაში ძალიან ხშირად რაოდენობა უკუპროპორციულია ხარისხის. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს სქემაც სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მეტი აქცენტები გავაკეთოთ ხარისხზე, კიდევ ერთხელ განმეორდები, ჩვენნაირი მასშტაბის ქვეყანას უბრალოდ არა აქვს სხვა გამოსავალი, ჩვენ არა გვაქვს ის ფართობები, რომ თქვათ ავსტრალიის მსგავსად მასშტაბის ეკონომიურობა და ამითი ფასის კონკურენცია მოვახდინოთ საერთაშორისო ბაზრებზე, ჩვენ როდესაც გვაქვს კომუნიკაცია, მარკეტინგული აქტივობები, ყოველთვის ვაკეთებთ აქცენტს უნიკალურობაზე, ყოველთვის ვაკეთებთ აქცენტს განსაკუთრებულობაზე და ყოველთვის ვაკეთებთ აქცენტს ხარისხზე. შესაბამისად, ჩვენი პროდუქტიც ამ ჩვენ გაცხადებულ მესიჯებს უნდა მიყვეს ყოველგვარი კომპრომისების კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს შეჯამებასაც რომ გავაკეთოთ, როგორი იყო 2026 წელი და რა მოლოდინები გვაქვს საშემოდგომო პერიოდთან დაკავშირებით? ხო, მთლიანად, ჯერ თქვათ ნახევარი წელი გავიდა ზოგადად დარგში და ეს არ ეხება კიდევ ერთხელ ვიძახი მარტო საქართველოს, ამაზე არაერთხელ მისაუბრია, სადღაც COVID პანდემიის შემდეგ შეიმჩნევა ძალიან დიდი და სერიოზული გამოწვევები, როგორიც არის თქვათ იგივე მოხმარების ყოველწლიური კლება, ისეთი ტრადიციული ქვეყნებიც კი, როგორც საფრანგეთი, იტალია, ყოველ წელს ნაკლებს და ნაკლებ ღვინოს მოიხმარენ. რამდენიმე დღეს წინ მაგალითად დაიდო სტატია კალიფორნიის მევენახეებზე, თუ როგორ უჭირთ ღვინის რეალიზაცია და მოგეხსენებათ რომ ხო, არავის საიდუმლო არ არის, რომ წელს არის ისეთი პერიოდი, ბოლო წლები უკვე ძალიან კარგად ჩანს, როდესაც რეალიზაცია ღვინის საკმაოდ გაჭირდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ აქ ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ქართული ღვინის ხარისხს, როდესაც საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გვაქვს საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ თუ აქცენტს გავაკეთებთ ხარისხზე, ნაკლებად მტკივნეულად იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ის რაოდენობა, ამიტომ თუ ჩვენ სწორად წარმართავთ ამ პროცესებს, ნაკლებად რისკიანად გავივლით აი ამ კრიზისულ პერიოდს, რაც მოხმარების ნაკლებობით, თანამედროვე თაობის ღვინისადმი თქვათ ცოტა ცივი დამოკიდებულებით, ამ გაუთავებელი კონფლიქტებით, ლოჯისტიკური პრობლემებით, ინფლაციით, ტარიფებით და ასე ყველა მიმართულებით გამოწვევა. ამიტომ ჩვენ უნდა დავიკაპიცოთ ხელები და ჩვენი შრომა უნდა იყოს ეფექტური, მაქსიმალურად ეფექტური და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ შევქმნათ ის პროდუქტი, რომელიც იქნება უაღრესად კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებში. კიდევ ერთი ის რეგულაციები, რომელიც ღვინის სექტორში ამოქმედეთ, რეალურად აი ამ განსაკუთრებით იმ ნაწილს გულისხმობს, რომელთან მიმართებაში ძალიან ბევრი კითხვა იყო და კრიტიკაც მაისიდან ამოქმედებულ რეგულაციას გულისხმობ. რეალურად შედეგის თვალსაზრისით დღევანდელი გადმოსახედი და როგორ გამოიყურება და როდის ნახავთ კონკრეტულად აი ამ რეგულაციებმა შედეგიანობის თვალსაზრისით მოგვიტანა თუ არა ის, რასაც გვეკმავდით. ხო, რა თქმა უნდა, ახლა ვენახის და ალბათ თქვენ გულისხმობთ ვენახის გაშენების შეთანხმებას, რომელიც სავალდებულო გახდა 1 მაისიდან. რა თქმა უნდა, ახლა ვენახი გრძელვადიანი ინვესტიცია, 3 წელი მხოლოდ უნდა ვენახის პირველ მოსავალს და თვითონ ვენახი აქტიურ მსხმოიარობაში უკვე 7-10 წლის მერე შედის და განსაკუთრებულ ყურძენს იძლევა თქვა 20 წლის მერეც კი. ასე რომ ცოტა ეს ყველაფერი რაშიც ეხლა ვდებთ ინვესტიციებს არის ცოტა გრძელვადიანი, თუმცა მოკლევადიან პერიოდში რაც შემიძლია გითხრა და ის კრიტიკის მართლა კრიტიკა რაც დაგვატყდა არიქა დაიქცევა ქვეყანა და დაიღუპება მეღვინეობა, აი პირდაპირ გეტყვით რომ მაგალითად და რასაც ჩვენ ვამბობდით რომ რეალურად ბოლო 2-3 წლის სტატისტიკა რომ ნახეთ, არც იმდენი ვენახი შენდება, რომ
ეს თქვათ რაღაც მასიური ხასიათი მოიცვას, უკვე გაცემული გვაქვს წარმატებით პირველი ნებართვა, სხვათა შორის იმერეთის მე ვენახემ აიღო ეს პირველი ნებართვა. მსხვილი კომპანია თუ მცირე? არა, ეს არის მცირე. ამიტომაც საინტერესო ტენდენცია. ჯამში 1 ჰექტარიც კი არ არის. ასევე რამდენიმე განაცხადია უკვე შემოსული და განხილვის პროცესია, ასე რომ ეს რეგულაცია მოქმედებს, ეს რეგულაცია სრული პასუხისმგებლობით ვიძახი რომ ამოქმედდება სრული დატვირთვით და სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს, ჩვენ უნდა სრული პასუხისმგებლობით მივუდგეთ გავაწარმოოთ ხარისხიანი პროცესი. ეხლა რომ 10 წლის მერე მიიღოთ საუკეთესო შედეგი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საუბრისთვის, წარმატებულ რთულს გისურვებთ თქვენც და მევენახეებსაც და უკვე რთველი შედეგებით დავბრუნდებით და შევხვდებით ერთმანეთს ახალ სატელევიზიო სეზონზე. ლევან მეხუძლა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.